ჯერ კიდევ მოქმედი საარჩევნო კოდექსით იმ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, თუმცა აქვს საქართველოს მოქალაქეობა, აკრძალული აქვთ მუნიციპალურ არჩევნებში, ანუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უფლება. საპარლამენტო არჩევნების შემთხვევაში კი, რომელიც პირდაპირ წესით ტარდება, მოქალაქეებისთვის დამატებით იხსნება საარჩევნო უბნები, როგორც წესი, ჯერ კიდევ მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, ასეთი საარჩევნო უბნები იხსნება საქართველოს ოფიციალურ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულოებში. მაგალითად, მსგავსი შემთხვევა იყო 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს, როდესაც 42 ქვეყანაში 67 საარჩევნო უბანი გაიხსნა, ისიც გაზრდილი მოთხოვნის გამო, თუმცა მაშინაც ემიგრანტები ამბობდნენ, რომ ეს რაოდენობა საკმარისი მაინც არ იყო. როგორც წესი, იმისათვის, რომ საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ შეიქმნას, საჭიროა, რომ საკონსულო აღრიცხვაზე იყოს არანაკლებ 50 და არა უმეტეს 3000 ამომრჩეველი. სხვა სახელმწიფოებში შექმნილი უბნები არ იხსნება, როდესაც ქვეყანაში ტარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. სწორედ ახალი ცვლილებების თანახმად, რაც უნდა დაინიცირდეს მომდევნო დღეებში საქართველოს პარლამენტში და რასაც ქართული ოცნება სავარაუდოდ დაჩქარებული წესით განიხილავს, ისე როგორც მუნიციპალურ დონეზე საპარლამენტო არჩევნებიც ჩატარდება მხოლოდ ქვეყნის შიგნით, ანუ ხმის მიცემა იქნება დასაშვები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე, იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აკონტროლებს ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება. თუ კი ემიგრანტი საქართველოში ჩამოვა, ის ხმის მიცემას უპრობლემოდ შეძლებს. შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით მოქალაქეებს არანაირად არ ეზღუდებათ პასიური საარჩევნო უფლება და შიდა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა. პარლამენტის სპიკერი განმარტავს, რომ ამ ცვლილებების მიზანი არის დეზინფორმაციასთან ბრძოლა. ის ამ ფორმით ახსენებს მედია საშუალებებსაც, რომელიც არის ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი მთავარი წყაროც. შალვა პაპუაშვილის აზრით, იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს მოქალაქე, რომელიც უცხოეთში იმყოფება, მონაწილეობს არჩევნებში უცხო ქვეყნიდან, იზრდება გარე ჩარევების რისკი კენჭისყრის პროცესში და საბოლოოდ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ამ ყველაფერს აქვს მისი შეფასებით სერიოზული გავლენა. პარლამენტის თავმჯდომარის თანახმად, საარჩევნო კოდექსში ბოლო სიღრმისეული ცვლილებები განხორციელდა 2011 წელს, ანუ ერთი წლით ადრე, ვიდრე ქართული ოცნება ოფიციალურად ჩაიბარებდა ქვეყნის მართვის სადავეებს. 2011 წლის შემდგომ შიგადაშიგ შედიოდა მათ შორის ქართული ოცნების მმართველობის პირობებში საარჩევნო კოდექსში ესე თუ ის ცვლილება, თუმცა არა ძირეულად და ამის გამო პარლამენტის სპიკერი განმარტავს, რომ ამჟამად 100-ზე მეტი ცვლილების შედეგად ზოგიერთი დებულება, ზოგიერთი მუხლი არის ძალადაკარგულად გამოცხადებული, ზოგიერთი სტრუქტურა საჭიროებს მოწესრიგებას და კოდექსის დიდი ნაწილი მისი თქმით გარდამავალ დებულებაში იმყოფება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, ჯერ კიდევ მიმდინარეობს საარჩევნო კოდექსის საბოლოო ვერსიის შემუშავება და ის მოგვიანებით სრულყოფილი სახით ეცნობება საზოგადოებას. არაფერი იცვლება საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების საარჩევნო უფლებაში, როგორც აქამდე საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება არჩევნებში ხმის მიცემის სრული უფლება და შესაძლებლობა. ერთადერთი პირობა არის 4 წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩამოსვლა და ხმის მიცემა საქართველოში. არჩევნები მსოფლიო მასშტაბით ხდება უფრო მოწყვლადი გარე ჩარევის მიმართ. სულ უფრო ხშირად ისმის ბრალდებები არჩევნებში უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით, იქნება ეს არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებაც კარგად აჩვენა, რამდენად ღია და უხეში შეიძლება იყოს ამორჩეველზე საინფორმაციო და პოლიტიკური ზეწოლა უცხოეთიდან. ზოგადად, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ გარემოზე, საზოგადოებრივ საჭიროებებზე ადამიანი ორი წყაროდან იღებს ინფორმაციას. ერთი, ეს არის მედია, საიდანაც ადამიანი ინფორმაციას უფრო გაფილტრულად სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისი ინტერპრეტაციით იღებს და არის ეგრეთ წოდებული გაუფილტრავი ინფორმაცია, რომელსაც ადამიანი პირადად საზოგადოებასთან თუ სახელმწიფოსთან ინტერაქციაში იღებს. დეზინფორმაციისა და ცრუ ნარატივების ეპოქაში ამ ორი წყაროდან მიღებული ინფორმაცია შესაძლოა რადიკალურად ურთიერთსაპირისპირო იყოს. ეს გარემოება ზრდის ქვეყანას ფიზიკურად მოწყვეტილი მოქალაქის მხრიდან არაინფორმირებული არჩევანის გაკეთების რისკს. შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის წესის დამკვიდრება ზრდის არჩევნების მედეგობას, ამცირებს გარე მოთამაშეების გავლენას და უზრუნველყოფს უფრო ადეკვატურ ინფორმირებულ არჩევანს.
დღის განმავლობაში ხელისუფლების ოპონენტები აფასებდნენ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც დღეს ქართულმა ოცნებამ წარადგინა, მაგალითად ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი არის ის, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მიხედვით საზღვარგარეთის უმეტეს უბანზე და უმეტეს სახელმწიფოში ქართული ოცნება დამარცხდა ოპოზიციასთან, თუმცა დამაჯერებელი გამარჯვება მართლმა პარტიამ მოიპოვა მაგალითად საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში, თურქეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, იქ სადაც იყო გახსნილი საარჩევნო უბნები. ევროპის კონტინენტზე, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში კი საკმაოდ დიდი პროცენტული მაჩვენებლით დამარცხდა ოპოზიციურ პარტიებთან. ნაწილი კი ხელისუფლების ოპონენტებისა ვარაუდობს, რომ მათი შეფასებით ქართული ოცნება ემზადება 2026 წლის გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად და სწორედ ამ მიზანს ემსახურება მათ შორის საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები. ამ კონტექსტში ისინი ახსენებენ ასევე საკონსტიტუციო სარჩელს, რომელიც რამდენიმე კვირის წინ მართლმა პარტიამ სასამართლოში წარადგინა და ასევე მანამდე მიიღო შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც გაამარტივა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების კონკრეტული პოლიტიკური გაერთიანებების აკრძალვის შესაძლებლობა. კონსტიტუციონალისტები კი საუბრობენ, რომ ეს ნაბიჯი არის კანონმდებლობასთან შეუსაბამო და მისი მიზანი არის კიდევ უფრო მეტი უფსკრული გააჩინოს ემიგრაციაში მყოფ მოქალაქეებსა და მათ უფლებას შორის ჩაერთონ შიდა პოლიტიკურ საქმეებში. ისინი ასევე საუბრობენ იმ გარემოებაზე, რომ 4 წელიწადში ერთხელ, როდესაც წესით კანონის მიხედვით ტარდება საპარლამენტო არჩევნები, მაინც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული ქვეყნის სამშობლოში დაბრუნება და საარჩევნო პროცესებში მონაწილეობა და ეს არის დაკავშირებული მათ შორის დიდ ეკონომიკურ ბერკეტებთან, როგორც ამბობს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე და მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მისივე თქმით, ეს საკანონმდებლო ცვლილება კიდევ უფრო მეტად რთულია და კიდევ უფრო მეტად შემზღუდველია იმ ფონზე, როდესაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მისი თქმით გასულ წელს საპარლამენტო არჩევნებისთვის მაინც არ დააკმაყოფილა ყველა მოქალაქის უფლება და ნება გახსნილიყო საარჩევნო უბნები, რაც შეიძლება მეტ ადგილას. შენ ყავს მილიონამდე ემიგრანტი და ამ ადამიანებს სჭირდება და უნდათ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა. ეკონომიკის დიდი ნაწილი დგას ამ ადამიანების გზავნილებზე, ხო? ანუ რა გამოდის, რომ ისინი ეკონომიკაში მიიღებენ მონაწილეობას, მაგრამ დარჩებიან თამაშგარეთ პოლიტიკურ პროცესებში, რაც უსამართლოა. მოქალაქეობა პირველ რიგში ნიშნავს საკუთარი ქვეყნის იმ საზოგადოების, რომელიც ნაწილიც ხარ, მართვის შესაძლებლობას, ანუ ამ მართვაში მონაწილეობის შესაძლებლობას, ხო? და ამის ყველაზე ეფექტიანი მექანიზმი ამ ტიპის დემოკრატიებში, რომელსაც საქართველოს აცხადებს, რომ არის არჩევნები. ანუ პერიოდული არჩევნებით შენ იღებ გადაწყვეტილებას, ვის მისცე უფლება მართოს ეს კონკრეტული ქვეყანა, ხო? ამ უფლების ჩამორთმევა ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ადამიანის მოქალაქეობა ჩამოვართვათ. რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება ვიპოვოთ სადღაც ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ან სადმე სხვაგან, სადაც რაღაც ინსტიტუტი ცუდად მუშაობს, ან არასათანადოდ მუშაობს, ან ცუდი სტანდარტი არის დანერგილი. რას ნიშნავს საუკეთესო პრაქტიკა, რომ შენ რაღაცა რეფორმის გატარება გინდა შენს ქვეყანაში, მოიკვლევ სხვა ქვეყნებში როგორ ხდება და მათგან საუკეთესო არჩევ. ქართული ოცნება დიდი ხანია ამას აგებს ოღონდ პირიქით. ის ეძებს ყველაზე ცუდ პრაქტიკებს, უარეს პრაქტიკებს. ეს არის უარესი პრაქტიკის დანერგვის მცდელობა. მე არავის არ ვიცავს, სულ არ მაინტერესებს ის ადამიანები, ის მილიონ ნახევარი, ვინც უცხოეთში არის, რომელ მხარეს არის, თუ ვინმე არის ამათ მხარეს, არ ვიცი, მაგრამ ის არ მაინტერესებს, ვის მისცემდნენ ხმას. აქ ლაპარაკი არის მათი უფლება, რომ იყვნენ სრულყოფილი მოქალაქე ამ ქვეყნის. თუ გაქვს ამ ქვეყნის პასპორტი და მოქალაქეობა, ის უფლებაც უნდა კონდეს, რომ შენ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, იმიტომ რომ არჩევნებში მონაწილეობა არის ის აქტი, რითაც შენ დგები როგორც ქვეყნის მოქალაქე. დღეს მე გული მტკივა იმ ქართველებისთვის, რომელიც ამ ქვეყნისთვის იღწვიან იქ, სადაც არიან, რომელსაც აქვთ ერთი სურვილი, რომ ამ ქვეყანაში დაბრუნდნენ, მაგრამ დაბრუნდნენ სრულყოფილად და დღეს ეს რეჟიმი მათ ეუბნება, რომ თქვენ არ ახართ ჩვენი შვილები.
ირლანდია, მალტა, ისრაელი და სომხეთი ამ ქვეყნების გამოცდილებას ეყრდნობა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, როდესაც ამ დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრობს, თუმცა როგორც მოვისმინეთ, კონსტიტუციონალებისთვის და კონკრეტულად ვახუშტი მედაბდისთვის ეს არის საკმარისი არგუმენტი, ასევე ნინო დოლიძე, ისფედის ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი Facebook-ზე გამოეხმაურა დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს, მისი თქმით, საქართველოს საზღვრებს გარეთ საარჩევნო უბნების გახსნის ვალდებულების გაუქმება ეწინააღმდეგება არჩევნების საყოველთაობის პრინციპს და არის უკიდურესად უკანგადადგმული ნაბიჯი, როგორც სამართლებრივი, ისევე პოლიტიკური თვალსაზრისით. მას ასევე კიდევ ერთი პოსტი აქვს გამოქვეყნებული Facebook-ზე და სადაც წერს, რომ თანამედროვე მსოფლიოში საერთაშორისო მიგრაციის ზრდის ფონზე იზრდება იმ სახელმწიფოთა რიცხვი, რომლებიც შესაძლებლობას აძლევენ საკუთარ მოქალაქეებს მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, ემიგრაციაში ყოფნის პირობებშიც კი რიგ შემთხვევებში საარჩევნო უფლების რეალიზებისთვის იხსნება საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ. ნინო დოლიძე განმარტავს, რომ არსებობს ასევე საფოსტო გზავნილი ხმის მიცემის საშუალება და ასევე ინტერნეტის მეშვეობითაც. ასევე განცხადებას დღის ბოლოს აუცილებენ ემიგრაციაში მყოფი ქართველები, ერთობლივ განცხადებით ისინი საუბრობენ, რომ ეს არის საქართველოს კონსტიტუციის ამა თუ იმ მუხლის დარღვევა, მიმართავთ საერთაშორისო პარტნიორებს, ევროკავშირს, ევროპარლამენტს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროპის საბჭოს, საქართველოს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანასა და ინსტიტუციებს გამოიყენონ ყველა დიპლომატიური, სამართლებრივი და პოლიტიკური ბერკეტი, რათა მხარი დაგვიჭირონ საქართველოს მოქალაქეებს ამ ბრძოლაში და განახორციელონ აქტიური მონიტორინგი, რადგან ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვა წარმოადგენს დემოკრატიის განადგურების ბოლო ინდიკატორს და მათი თქმით არჩევანის უფლების შეზღუდვა არ არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი, ეს საქართველოს კონსტიტუციის მიზანმიმართული დარღვევაა, ნათქვამი არის ემიგრაციაში მყოფი ქართველების, საქართველოს მოქალაქეების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.